გეგმაში მაქვს რომ გავიარო კავკასიურ რესტორანში. ისიც კარგად არის დადებულოს, უნდა დავაყოთ ხუჭი ორ გადაგვეყაროს. გაჭარულია, ხინკალია, ბორში არის. არა, რაც უნდა ეკრანაიად ხაზია. რას? რაც კიდე იდე? ხო, მარა. ეს არ ჩახლა. გამარჯობა მეგობრებო, მე თემო ვარ. პირველ ვიდეოსზე და მოგიყვებით ჩემს ამერიკულ ცხოვრებას. ეხლა ვარ ნიუ-ჯერსიში, ველოდები რომ დავტვირთონ და გამიშვან ოჰაიოში. მაქვს ძალიან პატარა გზა. სადაც 7 საათის სავალი. და იმედია მალე გამიშვებენ. ბევრ რაღაცებს განახებთ გზაში. გეგმაში მაქვს რომ გავიარო კავკასიურ რესტორანში. განახებთ რას ვჭამთ. ეს არის ჩემი ტრაილერი. ძალიან პატარა ტრაილერია. ათვილად სამართავი. გზადაგზა ყველაფერს გაჩვენებთ დროებით. გეოგრაფია როგორც იქნა. ნახოთ ხა როგორ არის ტაბიეთი. უეჭველი წანა უნდა გავასწოროთ. ისიც კარგად არის დადებულოს და უნდა დავაყოთ უეჭველი ორ გადაგვეყაროს. მაგრამ იდეაში არც უნდა, მაგრამ დავაყოთ მაინც რა. სტრაპით. ეგ არის დავაბით, დიდი ამბავი არ ჭირდებოდა ორი სტრაპით. დავკეტოთ. პლომბი დავაყოთ და ის დავიმახსოვროთ. უნდა დავიმახსოვროთ, რამდენზე არის ხომ დადებული წონა სწორად გავაკეთოთ. ოკეი. ოკეი. წონა გავასწოროთ და წავედით. ძალიან მალე დაგხვდეს, სადღაც 3 საათი გავიდა. და ყველაზე კაი რაც არის საადეც ჩასხლა ყველაფერს მოვასწრე. იმედია სასწაულებიც ვარ იყო. როით. გაჭარულია, ხინკალია, ბორში არის. ვაჭარუსეჭო. გაჭარული? უეჭველი? ქართული წვენების გვაქვს. ჩვენ ზანდუკელი, ზანდუკელი. თუ აჭარული ხაჭაპური and 10 ხინკალი. ცონ გამოსის ეტყვი ხა? არა, რა ცონ გამოსის ეკრანაიად ხაზია რა. ეხლა ყავს აჭარული ხაჭაპურის მაგარი კრიტიკოსი. ბატონი ლევოზი. ხინკალი გაია ძან, გემრიელი არის ჭამეთ. ხინკალს დავწერო 800. ხინკალს რა დაუწეროთ? ხაჭაპურს. და ამას აი შევჭამე და მე გეტყვის, მაშინ აჭარელი ხარ და ისეთი კრიტიკოსი ხარ. გავსინჯაო. გუიტყვით როგორია და წავედი გემრიელი შევჭამე. კაი არის. და ყველი არის დაბლა მიკრობები, ხო? ყველის ნაკლებობას განიცდის ჩემო თემო. ორი კვერცხი იდეალურად აქვს. კვერცხი ასე არის. როგორც აჭარულს შეეფერება. კვერცხი ვახოთ. ცოტა. ხინკალი როგორი იყო? ხინკალი კარგი იყო. პირველი შტაბეჭდილება იდეალური, როგორც პირველად მოვედი დავჭამე, იდეალური ხინკალი. გემრიელი, მაგრამ რაღაც საჭაპურს აიხლა გავსინჯამ რა. ნახოთ გემოთში როგორ იქნება. შეგერგოს. მარილი ხო არ უნდა? არა, მარილი არ უნდა. გამზადებულია. მე მგონია მოგვეც თუ დავჭამო ხაჭაპურის. მოკლედ ჭამეთ ბევრი კარგად გემრიელად და გამოვიდით ბევრი რაღაცები ვერ გადავიღე, იმიტომ რომ მარტო არ ვიყავი. ეხლა ერთად მივდივართ, ვაგზელებთ გზას. 3
ბნელი ერთად გავიჩიტეთ. იაში შეიძლება ითქვას 3 მარტყოფელი. ოჰაიომდე ერთად ერთი გზა გვაქვს რა. ცოტა არ იყოს და ძალიან დაღლილი შევიქმენი. შობს 50 წუთის სასიარულო რაღაც და ივოთ თუნდაც ჩავასხოთ და წავალთ. всё ეგ არის ორივე იტალეთი ჩავდეთ. დავალევთ თავსებას. ალბათ $700-მდე ჩავასხოთ. სულ მცირედ. წინაზე რო ვიყავი 1000-ში გაჩერებული, ისე ძალიან ციოდა და სადაც გამონაბოლქი გამოდის, აქ ვიყავი ხელები მქონდა მიდებული, ჩახუტებული ვიყავი, წინა გამკოთ გადავწ. ციოდა და რა ვექნა. იაში რო ჩერდებით ხომე, დაუწესით ხოლე ამოწევს ხოლმე საბურავებს რა. იაში მალ-მალე უნდა გაჩერდე და შეამოწმო უეჭველი საბურავები რა. ო მარა ვიდეოში დღეს ისე მოხდა რომ ყველა ერთად დავამშვიდეთ რეზოც როინაც ესე არ გზავნოთ ხოლმე რა გავავსოთ აუცილებლად ბოლომდე იმიტომ რომ ძალიან იაფებს გამომიწერეთ YouTube არხზე განახეთ ჩემ ტანჯულ ცხოვრებას როგორ ვერთობი ამერიკაში დღეს თამარამ ჩემმა დისპეჩერმა ნიუ-ჯერსიდან კარგად გამოგვიყვანა 2 მაილებიც არ იყო და კარგად დავიწყეთ კვირა რა კარგადაც ვჭამეთ ცოტა გავერთეთ ულაპარაკეთ რაღაცეები და ალბათ 10 საათი იქნება რომ მივალ და 8-ზე მაქვს 8-ზე იხსნებიან და 10 არის დელივერი და მედია ადრე გამსხია რა ვესტები რომ მალე დამსავ ნახოთ რა იქნება მოვედი მეღირსა გაჩერება დავიყალე მაგრად გიგენი 11 საათი იქნება როცა ბევრჯერ გავჩერდი და ბევრი დრო დაიკარგა ბევრ რაღაცეებში მაგრამ კაი იყო რა საერთო ჯამში ყველაფერი კაი იყო ხოლმე საათზე მაქვს და ვესტები ადრე მივიდე იმიტომ რომ ჩემი დისპეჩერის უეჭველი ადრე აიყეს ტურის და ადრე დავიცლები მით უფრო მალე დავიტვირთები და კარგად დავიძინებ არც არ იყო გასაჩერებელი არც ტრაილერების გასაჩერებელი არის აქ საერთოდ არაფერი არ იყო და მომიწია აქ გაჩერება გზის შესასვლელში ეგზიტზე და ვიდეოში არაფერი არ მოხდება ხშირად ვაჩერებ ხოლმე აქ და ბევრი აჩერებს ხოლმე ესეთ ადგილებში და ყველაფერი კარგად იქნება ხო დავადელივერებთ წავედი ხა დავიზინე მეძინება მაგრად დროებით როგორც იქნა მოვედი და პირველად მოვედი 8 საათზე და არ შემომიშვის აპოინტმენტი რაც აქვს მაშინ მოდი დიდ კომპანიაში სუესია ხომ რა არ გიშვება ხომ რა აპოინტმენტი გაქვს მაშინ უნდა მოხდე და არ მევასება ხომ მაგიტო დიდი კომპანიები და ხა ძლივს მომცეს კარები სადაც უნდა დავაყენო და უნდა ჩავაყენო აქ რა თქმა უნდა 2 მანქანის შუაში და
რომ დამირეკავ, როცა მორჩები ან ალილუია გვეღირსა. როგორც იქნა მორჩენ დაცლას და თან კამარა თურქია მიყო და იქ გვეჩქარება. იმენა არ მევასება ხომ ესეთი ადგილები არასდროს რა. დიდი ადგილები როცა არის და უნდა დაიცალო. აპოინტმენტიც უნდა მოხვიდე და სულ ყოველთვის გალოდინები დიდი დრო რა. ისი არის ხომ უმეტესად რომ 2 საათი თუ გავიდა და 2 საათი არ დაგცალეს ან არ დაგტვირთეს თანხა უნდა დაგიმატონ მე რა. და უმეტესად 2 საათი გიწელავენ რომ 2 საათზე მეც არ გიწელავენ იმიტომ რომ დროც თანხაც არ ჩაგირიცხო და ესე რა. მოკლედ მოჩი ჩემი პირველი ვიდეო ამით და ეხლა მეჩქარება პიკაპზე და უნდა წავიდე პიკაპზე. დროებით და გამოიწერეთ ჩემი გვერდი და შემოგთავაზეთ ხოლმე მსგავს ვიდეოებს. კარგად და დროებით.